ღონისძიება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების ხაზგასმისთვის. ეს არის კალენდარი, რომლის პრეზენტაცია ჩვენ მოვახდინეთ მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არ გვაძლევდა აქამდე შესაძლებლობას, რომ ამის პრეზენტირება საჯაროდ დაგვეხადა ასეთი ფორმით. დღეს ჩვენს ულამაზეს სივრცეში ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მოვახდინეთ პრეზენტირება ჩვენი კალენდრის, რომელიც შექმნილია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც ასახავს პოეზიაში ჩვენი პოეტების და მწერლების მიერ გამოხატულ იმ სიყვარულს, რომელიც უკავშირდება თბილისს, სოხუმს, დანარჩენ საქართველოს ერთიანობაში. ჩვენ ამ კალენდრით გამოვხატეთ ის სიყვარული და ის ურთიერთობა, რომელიც ქართველი და აფხაზი პოეტების მხრიდან იყო გამოკვეთილი და თვალსაჩინო. და თუ აფხაზები ამაყობენ ამ პოეტები და ჩვენ დანარჩენი ქართველები, რა თქმა უნდა, ეს სიამაყე არ უნდა იყოს მხოლოდ ლექსში გამოხატული, ალბათ გულწრფელ ურთიერთობაში და გულწრფელ მოქმედებაში. და მჯერა რომ ჩვენ სოხუმშიც მოვახერხებთ ასეთი ღონისძიების განხორციელებას მალე. დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად იყო გამორჩეული და შესანიშნავი და მე მინდა გაუსვა ხაზი იმას, რომ იყო შერჩეული ძალიან სწორი არჩევანი გაკეთებული, აი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ქართულ-აფხაზური კალენდარი, რომელიც ეხება როგორც ქართველებს და აფხაზებს და ამას გამოსახულია გამორჩეული ქართული და აფხაზი პოეტები და მწერლები. იმიტომ რომ ლიტერატურა ეგ არის უნიკალური ფენომენი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. მოგეხსენებათ, რომ მთელ ქართულ ლიტერატურაში არ მოიძებნება არც ერთი უარყოფითი აფხაზი პერსონაჟი. დიდებული ნაწარმოებებია. არავინ არ გაუგებს აფხაზს ისე როგორც ქართველი და არც ქართველს ისე გაუგებს როგორც აფხაზი და აი ეს დღევანდელი დღე ზუსტად იყო ამის დამაგვირგვინებელი.